გადაღებულ თემაზე მინდა თქვა ორიოდე სიტყვა. პირველ რიგში ჩვენ ქვეყანაში გვაქვს რელიგიის და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, ვერც ერთ სასულიერო პირს ვერ ავუკრძალავთ, რაღაცებზე არ ისაუბროს და ვერ მოვთხოვთ. ისევე როგორც ვერც ერთ რიგით მოქალაქეს, ასევე ვერ ავუკრძალავთ, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მიგვაჩნდეს ის ადამიანი, ვერ ავუკრძალავთ ასეთი ქადაგებების კრიტიკას და გარჩევას. ეს არის ერთი მხარე ამ ყველაფრის. მეორე მხარე არის, რომ სახელმწიფო თანამედროვე დემოკრატიული და ადამიანის უფლების პატივისცემელი თუ არის, ვერ გახდება ვერც ერთი ცალკე აღებული რელიგიური ჯგუფის დოგმატების ამსრულებელი. თუნდაც ბევრი მიზეზის გამო, პირველ რიგში თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ადამიანი ამ რელიგიის მიმდევარი შეიძლება ქვეყანაში არ იყოს. ელემენტარულია, ხო? გასაგებია, რომ შეიძლება 80%-ია, თუ გინდათ 85%, მაგრამ ის 350,000, თუნდაც 400,000, თუნდაც 700,000, ხო, რაც არის 10 ან 20% შესაბამისად, ასევე არიან ადამიანები. ასევე ვიღაცები შეიძლება იყვნენ ათეისტები. ვიღაცები შეიძლება ირჩევდნენ ცოდვის ჩადენას. რო გავიხსენოთ ბიბლია თავიდან, ხო, რითიც დაიწყო ყველაფერი. ვაშლის ხესთან ღმერთს რომ არ ნდომოდა ადამიანისთვის არჩევანის მიცემის უფლება, დააყენებდა ცეცხლის מחვილიან ანგელოზს და უბრალოდ არავის იქ არ მიუშვებდა. ისევე როგორც არ მიუშვებდა არც ეშმაკს. ახლა როგორც არ მოგიდგენიეთ თქვენ, რომ ყოვლის მცოდნე და ყოვლის შემძლე ღმერთმა არ იცოდა თუ ვერ შეძლო, რომ ახლა ეშმაკი არ შემოყარული იყოს ამ ოთხეში, ეს ხო გამორიცხული ამბავია. მაგრამ ღმერთი ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ გააკეთოს არჩევანი. თუნდაც არასწორი, თუ ასეთი თუ ისეთი. შესაბამისად, ახლა არც ერთ სახელმწიფო მოხელე და არც ერთი რელიგიური მოძღვარი არ არის ანგელოზი და უცოდველი, ხო? ესეც ვიცით. შესაბამისად, ისინი ვერ აიღებენ ცეცხლის מחვილს და აქ ვერ შეიქმნება ზნეობის პოლიცია, რომელიც ესე ყველაფერს აგვიკრძალს. ახლა წარმოიდგინეთ, მასე რო შევხედოთ, მართლმადიდებელი რწმენა გულისხმობს მარხვების დაცვასაც. რა გამოდის, რომ სახელმწიფო მაშინ მოდენ აკრძალოს ხორცის, თევზის და რძის პროდუქტების გაყიდვაც მარხვის პერიოდში, თუ მაგალითად ფერის ცვალებამდე ყურძნის ჭამა და ყურძნის გაყიდვა აკრძალოს, თუ აი როგორ წარმოგიდგენიათ და მივიღებთ შუა საუკუნეების ინკვიზიციის ნაირ და თანამედროვე 21 საუკუნის ირანის ნაირ სახელმწიფოს მაშინ. ეს არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი, რომ სახელმწიფო პოლიტიკაში ითარგმნოს რელიგიური მოვალეობის განცხადებები და ესე პირდაპირ გადმოიღონ და აღასრულონ.